ბორჯომის პირველი ბოთლები სათითაოდ ივსებოდა, ილუქებოდა და უსაფრთხოდ გადატანის მიზნით სპეციალურად მოწნულ თივის ჩაჩებში გახვეული ხის ყუთში თავსდებოდა. ბორჯომის ჩამომსხმელ პირველ ქარხანასთან მცირე დროში აშენდა მინისა და ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ საექსპორტო პროდუქციის მაღალ ხარისხს. იცოდე შენი ისტორია. ბორჯომი. ბორჯომი წარმოგიდგენთ გადაცემას გენეტიკური კოდი. დავიწყოთ ბოლოდან. ზაქარიამ ესე იგი ფაქტიურად შექმნა ქართული პროფესიული მუსიკა, ოპერა ქართული, რომელიც საერთოდ არ ქონდა და ქართველებს საერთოდ ქართული ხალხური სიმღერა ისეთი საუნჯია, რომ აი ამ საუნჯის და ამ ფესვების, ასე ვთქვათ, ფესვებზე უნდა ყოფილიყო უეჭველად სწორედ ისეთი ოპერა, რომელიც შექმნა ზაქარია ფალიაშვილმა. მაგრამ მან ძალიან რთული გზა გაიარა, სანამ მივიდოდა ოპერამდე, იყო ძალიან დიდი შრომა. თქვენ მოგეხსენებათ, ზაქარია ქუთაისში დაიბადა ქართულ კათოლიკეთა ოჯახში და მე ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ ზაქარიას ოჯახში ქართული ხალხური სიმღერა არ იყო, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ესენი იყვნენ მისი ძმა, უფროსი ძმა ვანო, ზაქარია და მომდევნო ძმები, ესე ყველანი ეკლესიაში იყვნენ ბავშვობიდან და მათ ესმოდათ ორღანოს ხმა და უფრო ევროპული მუსიკა, კათოლიკური მუსიკა. მამა კათოლიკური ეკლესიის ნათე გახდათ, ის და მისი ძმა ივანე კათოლიკურ ეკლესიაში უკვე ბავშვობიდან მსახურობდნენ, გალობდნენ, უკრავდნენ ორგანზე, ხო და აი ამან ყველაფერმა მოამზადა, რა თქმა უნდა, სასიკეთო გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე, მის მხატვრულ მრწამსზე. ძალიან საინტერესოა მისი განვლილი მუსიკალური გზა ბავშვობიდან კომპოზიტორობამდე. ამ მხრივ უპირველესად მისი ზაქარიას მუსიკალური აზროვნება იწყება ქუთაისში, მისი მწამსის თანახმად კათოლიკური ეკლესიის გუნდის მომღერლობით. შემდეგ ორგანზე შემსრულებლობით, ხოლო თბილისში გადმოსვლით და ლადო აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში სიმღერით ის უკვე ეცნობა მისთვის აქამდე უცნობ ახალ პლასტს მუსიკალურს, ეს არის ქართული ხალხური სიმღერა. აი მისი მუსიკალური სმენა აქამდე ჩამოყალიბებული ევროპულ ორგანსა და კათოლიკურ საეკლესიო გალობაზე უკვე მოექცა სრულიად ახალი ცნობიერების, ახალი ხაზის გავლენის ქვეშ, ეს იყო მისთვის უცნობი აქამდე ქართული მრავალხმიანი მუსიკა. შემდეგ ქართულ ხალხურ სიმღერასთან ერთად ის ეცნობა დედაქალაქში გალობას და სწორედ ეს ორი მნიშვნელოვანი ხაზი ხდება შემოქმედებით ლაბორატორიად იქცევა მისთვის ოპერის შექმნის გზაზე. ფალიაშვილებს და მიზანდარებს რაღაც საერთო ჰქონდა და ეს საერთო იყო იმ დროს კათოლიკობა. კათოლიკურ წიაღში მოხდა ფალიაშვილების აღზრდა და დაიწყოთ 1870 წლიდან. ამ დროს ქუთაისში დასახლდა პირველი ქართველი კომპოზიტორის და პიანისტის ალუიზ მიზანდარის უმცროსი ძმა ფელიქს მიზანდარი, რომელსაც განათლება ოდესაში და მოსკოვში ჰქონდა მიღებული, მუსიკალური განათლება, უკრავდა ფორტეპიანოზე და ორგანზე. ანუ კათოლიკურ ეკლესიაში მუშაობდა ორგანისტად. და 1880-იანი წლებია, 1870-ში დაიბადა ზაქარია ფალიაშვილი. პატარა ვანო და ზაქარია მიადგნენ ფელიქს და
უთხრეს, რომ ჩვენ შესაძლებლობა არ აგვაქვსო მოიხსენებათ, რომ რა მრავალრიცხოვანი ოჯახის შვილები იყვნენ, მამამისი კათოლიკურ ეკლესიაში მნათეთ მუშაობდა და გვამეცადინეთ და რომ გავიზრდებით, მერე გადაგიხდით საფასურსო. ფელიქსმა შეამოწმა მათი მუსიკალური მონაცემები და რომ ნახა, რომ ეს ბავშვები მუსიკისტვის იყვნენ დაბადებულები, ასე უთხრა, რომ თქვენ ჩემთან დაიწყეთ მეცადინეობა და რომ გაიზრდებით, შემდეგ სხვას გადაეცით ეს და ქვეყანას გამოადექით და ეს იქნება ჩემი საფასურიო. ასე დაიწყო მათი პირველი გაკვეთილები. თბილისში რომ ჩამოვიდა ზაქარია და ჩამოვიდა ასე, როდესაც იქ სახელი გაითქვეს ქუთაისში და ეს თბილისელმა კათოლიკებმა მოიწვიეს ვანო და ზაქარია თბილისში აქ თქვენ იცით დღევანდელი გია აბესაძის ქუჩაზე ქართულ კათოლიკეთა ეკლესია აი მისმა მოძღვარმა ალფონსო ხითარიშვილმა მოიწვია ეს ორი და ოჯახი იძულებული იყო რომ გადმოსულიყო ქუთაისიდან ყველანი წამოსულიყვნენ თბილისში და აი ვანომ და ზაქარიამ დაიწყეს ქართულ კათოლიკეთა ოჯახში მაგრამ ამ დროს მოხდა საინტერესო ფაქტი ამ დროს ლადო აღნიაშვილმა შეკრიბა ქართული ქორო პირველი საქართველოს ისტორიაში რომელსაც სცენაზე უნდა ემღერა ქართული ხალხური სიმღერები და მან მოიწვია იოსებ რატილი ჩეხი მუსიკოსი ტენორი რომელიც თბილისში იმყოფებოდა იმ დროს ლოტბარად მოიწვია და აი ამ გუნდში აღნიაშვილ რატილის გუნდში მოხვდნენ ვანო და ზაქარია 87-ში გადმოვიდნენ თბილისში და იმავე წელს მოხვდნენ აი ამ გუნდში ფიქრობ ხოლმე და ასე მინდა რომ აი ზაქარიაში გაიღვიძა იმ ქართული სიმღერის გენმა რომელიც ჩაბუდებული იყო მართალია ამას შეხება არ ქონია მანამდე მაგრამ აი სრულიად ახალი სამყარო გადაეშალა ზაქარიას ესე იგი წინაშე აი ეს ქართული ხალხური სიმღერა და აი მაშინ დაინტერესდა ზაქარია და დაისახა მიზნად რომ მას სწორედ ხალხური სიმღერისათვის და ხალხური მუსიკისათვის მიეძღვნა თავი და დაიწყო უკვე ფიქრი სერიოზულად ფიქრი აი ამ მუსიკალურ განათლებაზე ესეთი რაღაც მოხდა კიდე რომ ერთხელაც დაღლილი ფელიქს მიზანდარი სახში აღარ შემიძლია ამ ქორვაჭრების შვილების მეცადინეობა უნიჭო ყველას უნდა და მაშინ მუსიკაში მეცადინეობა და ამ დროს კარის მიღმა ზაქარია და ივანე ისხდნენ და მათ მიიღეს საკუთარ თავზე რომ თურმე ჩვენზე ამბობს და გაიქცნენ ფელიქსმა რომ შეიტყო რომ კარს მიღმა ფალიაშვილები იყვნენ გამოეკიდა ახლა იმ ბავშვების მდგომარეობა წარმოიდგინეთ მასწავლებელს გაექცნენ და მასწავლებელი მოსდევს მათ მაგრამ როდესაც მიუახლოვდა და ჩაიხუტა თქვენ ჩემი მოსწავლეები არ ხართ თქვენ ჩემი კოლეგები ხართ ასე მოხდა 1897 წლამდე ფელიქს მიზანდართან მეცადინეობდნენ ზაქარია და ივანე ფორტეპიანოზე და ორგანზე შემდეგ ისინი როგორც წეღანაც აღინიშნა თბილისში გადმოდიან და აღნიაშვილის გუნდში ირიცხებიან და თბილისში აგრძელებენ უკვე სამუსიკო სასწავლებელში სწავლას 1900 წელს ზაქარია მიემგზავრება მოსკოვში და ირიცხება მოსკოვის კონსერვატორიაში იმ დროის დიდი პოლიფონისტი კომპოზიტორის ტანეევის კლასში სწორედ ტანეევთან შეისწავლა მან ევროპული კომპოზიციის და პოლიფონიის საფუძვლები ყველაზე საინტერესო და კარგი ის არის რომ აი მთელი ამ გავლილი გზის მანძილზე მიღებული ცოდნა მან დაუქვემდებარა ქართულ ტრადიციულ მრავალხმიან შემოქმედებას და სწორედ აი ასეთ ორიგინალურად, ასე საოცრად და ყველაზე გამორჩეულად მოახერხა მან იმ თაობის კომპოზიტორებს შორის ეს ორი განსხვავებული შრე შეეჯერებინა და საუკეთესო მაგალითი და მწერალი დღემდე ახალი ქართულ პროფესიულ მუსიკაში აბესალომ და ეთერი მისი ოპერა ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი აი ამ ორი განსხვავებული შრეს საუკეთესო სინთეზისა. სურვილი ჰქონდა და ეს სურვილი განახორციელა კიდეც რომ მოსკოვში წავიდა და მან 3 წელი ესე იგი მოსკოვის კონსერვატორიაში ტანეევის კლასში ტანეევის დიდი კომპოზიტორი რუსი
რომელიც ასევე ქართულ ხალხურ სიმღერებს იცნობდა მანამდე და მან კლასში მიიღო ზაქარია და აი 3 წლის შემდეგ დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში სიმღერაგალობის მასწავლებლად და თან ორკესტრის ხელმძღვანელად. აი აქ შეხვდა ამ გიმნაზიაში შეხვდა პეტრე მირიანაშვილს, რომელიც პეტრე მირიანაშვილი ადრე ჩამოსული იყო საფრანგეთიდან, ფილოლოგიური დაამთავრა მან საფრანგეთში და მუშაობდა გიმნაზიაში და ის ოცნებობდა საერთოდ ქართულ ოპერაზე, ქართული ოპერის შექმნაზე და რო ჩამოვიდა ზაქარია, პირდაპირ მიზანში ამოიღო და უთხრა, რომ აი შენ უნდა დაწერო აბესალომ და ეთერი. მე ლიბრეტო მზად ამაქვსო, ის ადრე მუშაობდა თურმე ლიბრეტო გაუმზადები ამას და აი რო უთხრა, რომ შენ ოპერა უნდა დაწერო, ის გაკვირვებული რა დროს ოპერაა, მე სად შემიძლია ოპერის წერაო. ხო, მაგრამ იმდენი უჩიჩინა პეტრე მირიანაშვილმა და სხვათა შორის მის ხსოვნას დიდი მადლობა, რომ ალბათ დიდი წვლილი მიუძღვის აბესალომ და ეთერის შექმნაში. არის ასეთი ცნობილი მუსიკის მცოდნე გულბატ ტორაძე და იმას უყვარს ასეთ ეს ფრაზა ძალიან ხშირად იმეორებს ხოლმე, რომ როგორც არ დაიწერება მეორე ვეფხისტყაოსანი, არ აშენდება, არ შეიქმნება მეორე სვეტი ცხოველი, მეორე ნიკორწმინდა, ისე არ დაიწერება მეორე აბესალომ და ეთერი. აი ასეთ სიმაღლეზე მოიაზრება ზაქარია ფალიაშვილი და მისი შემოქმედება. ფალიაშვილის მემკვიდრეობა ეს არის ერთ-ერთი მთელი საფუძველი, რომლისთვისაც მზადდებოდა ალბათ საუკუნეების მანძილზე ის ხალხური შემოქმედება და რამაც პოვა ესეთი საფუძვლიანი ადგილი. და შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური მუსიკის მთავარი საყრდენია აბესალომ და ეთერი. ზაქარია ფალიაშვილი მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა ზოგადად ქართული კულტურის ისტორიაში. ის ქართულ კომპოზიტორთა პირველი თაობის წარმომადგენელია და ეს ის თაობაა, რომელთა სახელთაც უკავშირდება ეროვნული მუსიკალური სკოლის დაფუძნება საქართველოში. მე-19 საუკუნეთა მიჯნაზე. თავად ამ კომპოზიტორთა შორის ზაქარია გამოირჩეოდა საკუთარი ნოვატორული ხედვით. მან სწორედ პირველმა და ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირა ინდივიდუალური შემოქმედება ქართულ ტრადიციულ მუსიკალურ ეროვნულ მუსიკალურ შემოქმედებას. ყველაფერია, აი დიდი საძირკვლის, დიდი ქვარი, რომელზედაც უნდა განვითარებულიყო და განვითარდა კიდეც სხვათა შორის. სანამ აბესალომამდე მივიდოდა, მან ეს ქართული ხალხური სიმღერები ჩაიწერა, მოაგროვა ესა და იმდენად გაიჟღინთა ეს ზაქარია აი ამ ქართული სიმღერით, რომ აი თვითონ აბესალომში 4 სიმღერაა გამოყენებული, 4 ორიგინალია გამოყენებული ქართული სიმღერის, მაგრამ მთელი აბესალომის ყოველი ფრაზა არის აი გაჟღენთილი ქართული ინტონაციით და ქართული, ასე ვთქვათ, ქართული სიმღერის სტიქიით.
ძალიან დიდი იყო მოლოდინი ამ ოპერის შექმნის. და საერთოდ მუშაობის პროცესმა დიდხანს გასტანა ეს 9-11 წელი მიმდინარეობდა ეს იმიტომ რომ არ ქონდა შესაბამისი პირობები კომპოზიტორს რომ ოპერაზე ემუშავა უხდებოდა რაღაცა სხვადასხვა მოვალეობების შესრულება და იყო რა თქმა უნდა ისეთი დაპირისპირებული ძალებიც ამოქმედნენ ამ დროს ბოროტიბნელი ძალები და პრესაშიც კი გამოდიოდნენ ესე იგი შეკითხვით ასე რომ რა შვება ფალიაშვილი ეთყობა ვერ ქმნის ოპერასო ეთყობა ვერ წერსო და ამ დროს როდესაც ესე იგი შეიქმნა ოპერა ეს უკვე ესეთი ემოციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დაიწყო სერიოზულად მუშაობა 1909 წელს 9 წელს და აი 10 წელი მოუნდა ის ძალიან სერიოზულად უდგებოდა ამ საკითხს და ძალიან თავს იკავებდა ასე როჯერ სულ ეუნებოდნენ ჩქარა ის არ ჩქარობდა იმიტომ რომ ფიქრობდა რომ ესეც საქმეში აჩქარება არ გამოვიდა 10 წელი მოუნდა ზუსტად აბა თუმცა მანამდე ვიდრე პრემიერა იქნებოდა 19 წელს 13 წელს უკვე მესამე მოქმედება აჩვენეს დაიდგა მესამე მოქმედება ზაქარია ასე წერდა აბესალომს მას ლიბრეტო ჰქონდა ხელ და ლიბრეტოს რო გაეცნო უკვე აი რა გუნებაზე იყო, რა განწყობაზე იყო, იმიტომ რომ ჯერ დაიწერა მესამე მოქმედება, ვთქვათ, ეს ცენტრალური განშორების სცენა, მერე სხვადასხვა სცენები რაღაც და ბოლოს 19 წლისათვის მთელი ოპერა მზად იყო და პრემიერაც მიიღო ქართველმა ერმა 1919 წლის 21 თებერვალს. სწორედ აბესალომ და ეთერზე მუშაობის პერიოდში დაატყდა მას თავს უდიდესი ტრაგედია, რომ დაეღუპა ერთადერთი შვილი, 11 წლის ირაკლი არაჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც რაღაც განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა მუსიკალურობით, ენებისადმი მიდრეკილებით. ესე იგი, იმდენად, რომ როდესაც მუშაობდა კომპოზიტორი აბესალომ და ეთერზე, ასმენინებდა ირაკლის და ირაკლი რაღაც თავის მოსაზრებებს ეუბნებოდა და ზაქარიას უყვირდა, როგორ გზნობსო ასეთი პატარა ბავშვი ამდენ რამე ასეთ რაღაცებს, როგორ გზნობსო, როგორ ხვდებაო, საიდან მოდისო ეს ყველაფერიო. ხო და აი დაატყდა თავს აი ესეთი დიდი ტრაგედია. ირაკლის დაღუპვის სხვადასხვა ვერსია არსებობს, იცით? არსებობს ვერსია, რომ კოჯორში ხის მორი დაეცა და შიში შაგანგული გაუსკდა. არის ვერსია, რომ მინინგიტი დაემართა. აი ამიტომ ზუსტად არ ვიცით, ასე დაბეჯითებით ვერ ვიგებთ ჩვენ ამის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამის შემდეგ კომპოზიტორმა შეწყვიტა კარგა ხნით მუშაობა ამაზე, იმიტომ რომ უკვე მუშაობა კი არ საერთოდ სიცოცხლე აღარ უნდოდა და არსებობს მისი სტუდენტი, ზაქარია ფალიაშვილის სტუდენტის ვოკალისტი იყო კონსერვატორიაში სწავლობდა ვოკალურ ფაკულტეტზე გიორგი მარჯანიშვილი და იმისი მოგონება, რომელიც გამოქვეყნებულიც არის და ამ მოგონებაში წერია თვითონ მოგვიყვაო ჩვენო ზაქარიაო, რომ აი ასეთი უმძიმესი პერიოდი მქონდაო აბესალომზე მუშაობის დროს ირაკლის ტრაგედია დაგვატყდა თავსო და არაფრით არ შემოძლო მუშაობა და ბუნებრივიც არისო და ერთ დღესაც ერთ ღამეს სიზმარში გამომეცხადა ირაკლი და მითხრაო რომ რატო შეწყვიტეო შენ ოპერაზე მუშაობა როგორ შეწყვიტეო ახლავე განაგზეო და გამეღვიძაო საოცარი ესე იგი შემოქმედებითი ჟინით აღტყინებულსო და ესე გავაგრძელეო მუშაობა ოპერაზეო და დაასრულა ოპერა და სწორედ აი პარტიტურას აწერია მისი ხელით რომ ძეგლად ერთადერთ ყმას ირაკლის მამასაგან არსებობს კიდე მეორე ვერსია, ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ ზაქარია ფალიაშვილმა თავი დაანება მუსიკის წერად. სწორედ ამ პერიოდში ივანე ჯავახიშვილმა მეგობარი სოფელ ხოვლეში მიიწვია და იქ ერთ-ერთ საღამოს სეირნობის დროს ძალიან ნაღვლიანი სიმღერა შემოესმათ. გლეხი მღერო და ფალიაშვილს უკითხავს ასე ნაღვლიანად რატომ მღერიო და გლეხს მიუგია რომ შვილი გარდამეცვალაო. მაშინ ფალიაშვილმა თავისთვის ჩაილაპარაკა რომ ამ გლეხს შვილის გარდაცვალების შემდეგაც არ მიუტოვებია სიმღერა და მე კი რას ჩავდივარო. ამბობენ სწორედ სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის აგარაკზე მიუბრუნდა ისევ მუსიკის წერას. 4 წელი აშორებს აბესალომის და რაისის პრემიერებს. აი 4 წელი შემდეგ უკვე
რადგანაც პირველი ოპერა დაიბადა, ასე ვთქვათ, ქართული აბესალობის სახით, ქართველმა საზოგადოებამ ზაქარიას მოსთხოვა უბრალოდ და მოსთხოვა, რომ მეორე ოპერაც დაეწერა და ამის ლიბრეტოს ავტორობა და ესეთი ტვირთი თუ შეიძლება სერიოზული იქისრა ვალერიან გუნიამ. თქვენ იცით ვალერიან გუნია ეს იყო დიდი ქართველი მამულიშვილი, განათლებული კაცი საერთოდ და ნიჭიერი კაცი. და იმან დაწერა ლიბრეტო და მეართვა ზაქარიას. სხვათა შორის დაისში უფრო მეტი ქართული სიმღერებია ორიგინალური გამოყენებული, მაგრამ უფრო პოპულარული ენით არის ეს ყველაფერი დაწერილი, ქალაქური და ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ევროპული მუსიკა შემოჭრილი, რომელიც იყო ეს ინტონაციები გამოიყენა და იქ პირდაპირ აქვს მითითებული თავისი რა არის და ხალხური რა არის. დაისი იმავე ღირებულების მატარებელია, რა ღირებულებასაც ატარებს აბესალობა ეთერი თავისი მნიშვნელობით, გამართულობით, სტრუქტურით, ეს არის აბსოლუტურად სრულყოფილი ქმნილება, ფორმით, თავისი ორიგინალურობით, მისი ორიგინალურობა რაში მდგომარეობს და რითი განსხვავდება ის აბესალობა ეთერისგან, თუ აბესალობა ეთერი პირდაპირ მხოლოდ და მხოლოდ საზრდოობს ქართული სიმღერა გალობის მიღწევებით სხვადასხვა დონეზე, დაისის შემთხვევაში შემოსულია ევროპული ხედვა. დაისი ძალიან დიდი მოვლენაა არა მხოლოდ ფალიაშვილის შემოქმედებაში, ასევე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საერთოდ დაისი სრულიად განსხვავებული ოპერა გახლავთ. აბსოლუტურად. თვითონ კომპოზიტორიც წერს ამის შესახებ, სანამ დაიწყებდა მუშაობას, მე რომ დავამთავრე აბესალომ და ეთერიო, რომ დაიდგაო ოპერა, მე მივხვდიო, რომ აღარ შეიძლებოდა იმავე გზით სიარულიო, სრულიად რაღაც განსხვავებული უნდა გამეკეთებინაო და მართლა დაისი ყოველნაირად განსხვავდება აბესალომ და ეთერისაგან. მუსიკის დონე პავლე ხუჭუას უწერია. თქვენ თუ გინდათ გაიგოთ ყველაფერი და ძირითადი საქართველოს შესახებ, არ არის აუცილებელი წაიკითხოთ მის შესახებ ისტორია, საქართველოს ისტორია, ქართლის ცხოვრება, ტომები. მიებძანდით ოპერა დაისზე, შეხედეთ და ყველაფერს გაიგებთ ამერიც და ამ ქვეყნის შესახებ. Gahurro arsheni smeri in tetriqo ginatiteni shena kharchveni shveva dalkhena shen ganar maqsos namtsetitena Shekharis katsi tu kali relasi misken uchirastrani rotsa gadakra sarakhastari istizgia samotriskari Shkizalepsa, sulta sulevi, vetvit kalepsa, shmagatu gotsni, toalastralepsa, adnevizeda, shav kalepsa. Devgetvit kalevis ambas zogi gogona suzgan gebnavas bashkatsis khelsa isari garets siberijanski tsaretinanas ზაქარიას ცოცხლის ბოლომდე არ უღალატია მისი მწამშისთვის, ის იყო კარგი კათოლიკე, მაგრამ მან ისე კარგად გაიგო, როგორც მუსიკოსმა განათლებულმა ქართული გალობის სიღრმეები,
ის ესეთ რაღაცას აკეთებდა. მან თბილისში ჩამოაყალიბა მართლმადიდებელი მგალობელთა გუნდი და ამ გუნდს აგალობდა ქაშვეთში. ვიცით როგორ ის იდგა ეკლესიის კარებს მიღმა და გარედან ხელმძღვანელობდა, ამიტომ თქვი რომ მან არ უღალატა თავის წამს გარედან ხელმძღვანელობდა მართლმადიდებელი მგალობელთა გუნდს. მას ძალიან კარგად ესმოდა ქართული საგალობლის მნიშვნელობა, მისი როლი შემდგომ ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების საქმეში. ზოგჯერ, ესე იგი, ცუდად სარგებლობენ ფალიაშვილის კათოლიკური აღსარებლობის ფაქტით. ეს იმას არ ნიშნავს, რა კი ის აღსარებლობით გახდა კათოლიკე, რა კი კათოლიკურ გარემოში გაიზარდა. არ ნიშნავს, რომ ის იყო შეზღუდული მხოლოდ კათოლიკური გარემოთი. ესე იგი, არავიზე ნაკლები კი არა, ესე იგი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტი მართლმადიდებელი იყო ფალიაშვილი, ისეთი ღვაწლი დადო მან მართლმადიდებლურ მუსიკას. ფალიაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი მებრძოლი, რომ შესრულებულიყო ქართულ ტაძარში ქართულად ქართული საგალობლები. ყველაფერი გააკეთა საანიმისოდ. ზაქარია, როგორც საოპერო დირიჟორი, სწორედ ესე იწყებს თბილისში მოღვაწეობას, ვიდრე მას გაიცნობს ფართო პუბლიკა როგორც კომპოზიტორს. ის წარმატებით დირიჟორობს თბილისის სცენებზე. ეს კიდევ ცალკე თემა არის, რომელიც მას როგორც ძალიან დიდ მუსიკოსს წარმოაჩენს. აი კომპლექტში მთლიანობაში უბრალოდ ეს არის ზაქარია ფალიაშვილი, დიდი ნიჭის მატარებელი კომპოზიტორი, რომელმაც არ დაკარგა არც ერთი ნამცეცი და წვეთი იმ განათლებისა, რომელიც ქუთაისიდან დაწყებული თბილისის თუ მოსკოვის ხაზით მან მიიღო და შეითვისა. ჩვენ სამწუხაროდ არ გვყავს, არ ვართ განებიურებული ქართველი კომპოზიტორებით, რომელთა ხელწერა პირველივე ნოტებიდან შეიცნობა. აი ასეთი იყო ფალიაშვილი მაგალითად, რომელმაც აღარ დაუტოვა დანარჩენ კომპოზიტორებს ის ენა, რომელიც მან მოძებნა. ანუ ეს არის არ არის აუცილებელი მუსიკოსი იყო ან მუსიკასთან კავშირი, როგორც კი იგებ პირდაპირ ფალიაშვილი და თუ ვინმე მას ბაძავს, ან ფალიაშვილი გგონია, ან უბრალოდ მიმბაძვებობა. და ეს არის ყველაზე უფრო დიდი მასში.